26 მაისისთვის 9 ოპოზიციური პარტია მასშტაბურ საპროტესტო აქციას ამზადებს. ორგანიზატორთა განცხადებით, წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე მხოლოდ საზეიმო თარიღი აღარ იქნება და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური პროტესტის მთავარ სიმბოლოდ გადაიქცევა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაგეგმილი აქცია ფორმატით, მასშტაბითა და გზავნილებით ბოლო თვეების საპროტესტო გამოსვლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. მათივე თქმით, მთავარი მიზანი საზოგადოების ფართო მობილიზებაა. დაანონსებულ საპროტესტო აქციას კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციური სპექტრის ის პარტიები, რომლებიც ამ პროცესში არ არიან ჩართული. მაგალითად, გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციამ დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. როგორ მიმდინარეობს 26 მაისის აქციისთვის მზადება და რა პოზიციები აქვთ პოლიტიკურ მხარეებს? თემაზე სალომე ჯაფარიძე მუშაობს და საკითხის დეტალებს ის ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. სალომე, მოგესალმები და გისმენთ. განსხვავებული ეს შეკრება. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების მანდატი. ჩვენ გვჭირდება მანდატი იმისთვის, რომ გამარჯვებამდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა და მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენეულ ხედვას წარვადგენ თუ არჩევნები როგორ ის რა უნდა იყოს ის აუცილებელი პირობები, რომელ გარემოში შეიძლება არჩევნებად ჩაითვალოს. და ამის შემდგომ თქვენ შეგეძლებათ ნახოთ ჩვენი ხედვა დეტალურად ამ საკითხთან დაკავშირებით. 26 მაისს ხედავს როგორც საყოველთაო ეროვნულ დღესასწაულს და შესაბამისად მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, რომ გამოვიდეს და დამოუკიდებლობის დღე აღნიშნოთ ერთად. იმისათვის, რომ მომავალმა არჩევნებმა დააკმაყოფილოს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები, აუცილებელია პირველი ის, რომ CSKOS დაკომპლექტების ცვლილება მოხდეს, ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია აღარ იყოს ბიძინა ივანიშვილის ჯიბის კალკულატორი, ის, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ საკონსტიტუციო შესაძლებლობა და საკონსტიტუციო უფლება ხმამისცენ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე, ის რომ საარჩევნო დავების განხილვა მოხდეს დემოკრატიული წესით და საარჩევნო კოლეგია შეიქმნას ამისთვის. Ამდენი ხნის შემდეგ საქართველოს კიდევ უწევს დამოუკიდებლობის შენარჩუნება. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ეს არის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე, ასევე ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს დღე არის მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთს დავენახოთ და შევძლოთ ამ ბრძოლის გაგრძელება. მოვისმინეთ ოპოზიციური პარტიების განცხადებები. 26 მაისს არის ჩანიშნული საპროტესტო აქცია. თავის მხრივ კითხვის ნიშნები არსებობს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებითაც, რაზეც აფიქსირებენ ეს პარტიები პოზიციას, რომ ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დამარცხდეს ქართული ოცნება, არის ვადამდელი არჩევნები, თუმცა არჩევნები, რომლებსაც ჩაატარებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანიზაციები და არა ის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც ანდო არჩევნები ოპოზიციამ 2024 წელს. თუმცა ამ განცხადებებს განსხვავებულად პასუხობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ქართული ოცნება ამბობს, რომ დაგეგმილი საპროტესტო აქცია არის ერთგვარი მინიშნება თავის მხრივ დასავლელი პარტნიორების და დასავლელი მოკავშირეებისთვის, რომ დაითვალონ მათივე განცხადებით აქციაზე მისული მოქალაქეების თავები, თუმცა თავის მხრივ ქართული ოცნება ამბობს, რომ რეალურად არ აქვს ოპოზიციურ პარტიებს და მით უფრო იმ გაერთიანებას, რომლებიც რასახითაც არიან წარმოდგენილები ოპოზიციური ალიანსის წევრები, იმის რესურსი არ აქვს მათი განცხადებით, რომ თუნდაც შეკრიბონ შესაბამისი მოქალაქეების რაოდენობა, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს. ამ საკითხზე ქართული ოცნება პოზიციას არ იცვლის. მათ ერთი შანსი არ გამოიყენეს ორი დღის წინ, როდესაც იყო აღსაყდრება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და არ მოვიდნენ იქ. 26 მაისი არის და 7 საათზე რო ფიქრობენ, არაპირებენ დილით აღნიშნონ მათ, როგორც აღნიშნავს მთელი ქვეყანა, მაშინ როდესაც წვევანდელები დადებენ ფიცს. არც ამის თანამონაწილეები არ უნდა რომ იყვნენ. მათ შედეგად აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ. როგორ დათვლიან მათ თავებს გარედან. ეს კარდაკარი დაგვიანებულია იმ პირობებში, როდესაც უკვე ყველა დავრწმუნდით, რომ მათი უცხოელი პატრონების გარდა მათ არავინ არ ყავთ მოკავშირე, მათ შორის საკუთარი ამომრჩეველიც და ვხედავთ ამ კარდაკარის დროს, როგორი შეხვედრები აქვს ხალხს ამ რადიკალებთან. და რაც თავარია, ამ კარდაკარს კიდევ უფრო მეტად დაკარგული აქვს თავისი შინაარსი, რადგან თითეული ეს წვრილ-წვრილი ნაწარმონაქმნი არის დიდი ნაციონალური მოძრაობის ნაწილი.
მოვისმინეთ განცხადებები 26 მაისთან დაკავშირებით სხვადასხვა მოლოდინები აქვთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს და ოპოზიციურ პარტიებს. ქართული ოცნება აპირებს, რომ აღნიშნოს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე რუსთაველის გამზირზე, ხოლო მეორე ნახევარში, დღის მეორე ნახევარში უკვე ოპოზიციური პარტიები შეიკრიბებიან იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გააჟღერონ მთავარი მოთხოვნები, ეს გახლავთ მათი განცხადებით პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა და თავის მხრივ იმ კანონმდებლობების გაუქმება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო 2 წლის განმავლობაში მიიღო.